მოგესალმებით. მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე მინდა მოსახლეობას მივაწოდო ის ინფორმაცია, რომელიც ძალიან აინტერესებს და გაჟღერდა სხვადასხვა ჟურნალისტების მიერ. გუშინ წინ დილით 11 საათზე ჩემს აგარაკზე საგურამოში შეიჭრა 2 თუ 3 პიროვნება, სავარაუდოდ, ალბათ სავარაუდოდ გამოძიება ამას გაარკვევს დაყაჩაღების მიზნით. ჩვენ მყავს 20 წელია საგურამოში იქ ვინც სახლს უყურებს ქვია, უვლის, დარაჯობს, ოჯახია, დიდი ხანია ცხოვრობენ და ეს ადამიანი იმყოფებოდა სახლში, მამაკაცი. სასტიკად ცემეს, რაზედაც წუხვა. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები შემდეგ ეს ყაჩაღები გაიქცნენ, სახლი როგორც მეუნებიან, პოლიციის თანამშრომლები არის მთლიანად დარეული, გაჩხრეკილი და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით სიტუაცია არის სტაბილური. მე 11 საათზე მოხდა ეს ფაქტი, მე მივედი ზუსტად 12 საათზე და 12 საათზე უკვე პოლიციას ჰქონდა მუშაობა დაწყებული. მე გულახდილად მინდა უთხრა საქართველოს მოსახლეობას, რომ ძალიან ცუდია მსგავსი ფაქტი რომ მოხდა, მით უმეტეს საგურამოში, რომ არ გამიგია ამ ბოლო დროს რომ მსგავსი რამე საგურამოში მომხდარიყო და გავგონებული ვიყავი და რომ მივედი იმდენად ბევრი პოლიციელი დამხვდა, მთელი საგურამო იყო გადაკეტილი და მითხრეს რომ მივედი ნახეს ახლა ვინ ვიყავი რა, როგორ გამოეცნაურე იქით-აქით და მითხრეს რომ ჩვენ ამას აუცილებლად გავხსნით, ეს არის ჩვენ ინტერესებში შედის რომ ეს იყოს გახსნილი. მეც ჟურნალისტები იყვნენ, მაგრამ მაინც და მაინც ინტერვიუ არ მიმიცია, ვინაიდან ესეთი წესი არის რომ უნდა ვაცალოთ პოლიციას მუშაობა, რომ არ გაიგოს იმ დამყაჩაღებელმა რას აპირებს პოლიცია. დაიწყო პოლიცია მუშაობა, აი თქვათ 12 საათზე, ხო? აი წარმოიდგინეთ თქვენ 12 საათზე მუშაობა დაიწყო და ღამის 11 საათზე ის ადამიანები ყველა იყო დაკავებული სხვადასხვა ქალაქებში. თქვენ წარმოიდგინეთ მე გელა ბარკალაიას. აი რა არ ვინახია, ხო? და ესეთი პოლიციის მუშაობა მე ჯერ ნანახი არ მაქვს. მე ამერიკულ ფილმებში მეგონა თავი რო შევხედე ამ ახალგაზრდა ბიჭების მუშაობას. მოკლედ გაოგნებული ვიყავი და ჩემ თვალს ვერ უჯერებდი რომ თუ რას აკეთებდნენ ესენი. და ესე მითხრეს რომ ჩვენ ამ საქმეს გავხსნით. ვინაიდან დაზარალებული იყო ძალიან ეს დაზარალებული ეს ადამიანი ვინ ჩვენთან ცხოვრობდა ძალიან მაგარი ნაცემი იყო. პოლიციამ იმუშავა ისე როგორც ალბათ ამერიკულ ფილმებში მაქვს ნანახი. მე მინდა შინაგან საქმეთა მინისტრ, აი ეს არის პროფესია. საქართველოს აი ამ ბოლო 10, 15, 20 წლის განმავლობაში მინისტრი როგორც ასეთი ჩეკისტი, ნამდვილი პოლიციელი, ხო, პოლიციელის ოჯახიდან არ ყოლია. და როცა გეკა გელაძე რო დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად, დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ბევრ კარგ საქმეს გააკეთებდა ქვეყნისთვის და თქვენ ხედავთ, რომ ყოველ დღე რამდენ ნარკომანებს იჭერენ და რამდენი წამალია ამოღებული. ეს არის ბატონი გეკა გელაძის ხელმძღვანელობით, ვინაიდან ეს ადამიანი არის ნამდვილი ჩეკისტი, ნამდვილი პოლიციელი და პროფესიონალი თავისი საქმის და მე მას დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ესეთი ორგანიზებისთვის და აი ვერც კი წარმომედგინა თუ საქართველოში პოლიცია ესე იმუშავებდა. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ცხეთამთიანეთის სამხარეო პოლიციის უფროს ბატონ თეიმურაზ კალანდაძეს, რომელიც ერთი წუთი მას არ დაუსვენია, სანამ ეს საქმე არ გაიხსნა. მე იქ იყო, მე წამოვედი და მე საღამოს რომ მივაკითხე, ეს პიროვნებები ყველა იქ იყვნენ. მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო
საგურამოს პოლიციის უფროს ბატონ ირაკლი გაბუნიას. ირაკლი გაბუნია იმ წამიდან, იმ წამიდან იქ იყო და სანამ არ დამთავრდა ეს საქმე, არ მოშორებია საგურამოს და არ მოშორებია იმ ჩვენს სახლს. სანამ ეს ადამიანები არ იქნა დაკავებული. ეს ადამიანები დააკავეს ყველა 11 საათზე. მე მინდა მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდი მადლობა გადაუხადო. მე მინდა ყველა პოლიციელს, ვინც ამ ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო. ადამიანებს მიეცემათ დღეს უკვე მასზე ფიქრი, რომ ზოგჯერ არის, რომ ვიღაცები პოლიციაზე განაწყენებულები არიან, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ერთი დღე რო პოლიციამ საქართველოში არ იმუშაოს, მეორე დღე როგორ ქვეყანაში გავიღვიძებთ. ამიტომ კიდევ ერჯერ მთელ პოლიციის სისტემას დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ესეთი ოპერატიული მუშაობისთვის. დანარჩენს კიდევ ნახოთ დაბა როგორ იქნება და მოგაწვდით ინფორმაციას. საგანგაშო არაფერი არ არის, ყველა დაკავებულია, დაზარალებული სამავტყოფოშია, მაგრამ ალბათ ხვალდაზე გამოწერენ. გისურვებთ წარმატებას.